არჩევნებს ასახელებს ქართული ოცნების რეჟიმის ცვლილების ერთადერთ სასურველ გზად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ მის Facebook მიმართვაში ილაპარაკა. მე მჯერა არჩევნების განაცხადა და აღნიშნა, რომ სხვა გზის ძიება ნიშნავს არეულობას და დესტაბილიზაციას და ის ასეთ პროცესზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. იზიარებენ თუ არა მეხუთე პრეზიდენტის მოსაზრებას და მიზნებს. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, ფორმულა ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილმა მოისმინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები და პირდაპირ ეთერში გვერდდება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ჯერა არჩევნების სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მხოლოდ არჩევნებით ცვლილებები შეიძლება გახდეს იმის საფუძველი და წინაპირობა, რომ ქვეყანამ დაიწყოს განვითარება და დაუბრუნდეს პროევროპულ რელსებს, ანუ არჩევნები სალომე ზურაბიშვილისთვის უალტერნატივოა და ის ასევე ამბობს, რომ სხვა ნებისმიერი გზით რეჟიმის შეცვლა გამოიწვევს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რაზეც პასუხისმგებლობას მეხუთე პრეზიდენტი არ აიღებს. მე მჯერა არჩევნების, მე ამ ქვეყნისთვის მინდა რომ არჩევნებით ნამდვილად მოხდეს ეს ქართული ოცნების წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა წინ, რომელიც ხელს არ შეუშლის არც განვითარებას და პირიქით ძალიან სწრაფად დაგვაბრუნებს ჩვენ რელსებზე. სხვაგვარად ჩვენ გზას გავუხსნით არეულობას, დესტაბილიზაციას და არ ვიცით როგორ. ამიტომ მე ამაზე და ამას ვამბობ, მე ამაზე პასუხისგებლობას ვერ ავიღებ. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს არჩევნების გზით, ოღონდეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში არჩევნები და ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აიძულონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ წავიდეს დათმობებზე. არჩევნები თუ ჩატარდება ამ ქვეყანაში, ამისთვის ვიბრძვით და ეს გვინდა ჩვენ, თორემ ახლა რა თქმა უნდა პოლიტიკოსები ვართ და საარჩევნო პროცესი არის მთავარი, რაზეც ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ რახან გაგვიუქმეს არჩევნები, რახან პოლიტიკურ ოპონენტებს აკავებენ და რახან კანონმდებლობა ისეთია, რომ შეუძლებელია არჩევნები ეწოდოს იმ პროცესს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ამიტომაც მოქალაქეებშიც აღარ არის ნდობა ამ პროცესის მიმართ. ამიტომ ძალიან მარტივია, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონახაზი ოპოზიციას, რომელიც გასაჯაროვდება ძალიან მალე და აი ამ მონახაზის მიხედვით, აი ამ ძირითადი პრინციპების და ამ ძირითადი გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება საქართველოში. ეს იქნება თანასწორი სამართლიანი გარემო. ივანიშვილის რეჟიმის მარცხი საბოლოო დასასრული აუცილებლად გაფორმდება არჩევნების გზით. თუმცა ეს იქნება არა არჩევნები ივანიშვილის წესებით, არამედ არჩევნები რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ, რომელიც იქნება ივანიშვილის კონტროლს მიღმა და ეს იქნება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ბუნებრივია, რომ თავისი ნებით ივანიშვილი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არასოდეს ჩაატარებს, იმიტომ რომ ის არის დიქტატორი, რუსი დიქტატორი. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ რეჟიმი მივიყვანოთ ჩამოშლის მდგომარეობამდე, როდესაც მისი ასარჩევი აღარ იქნება არჩევნების ჩატარების წესები. ყველა სამართლიან არჩევნებში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება და ოპოზიცია ქართულ ოცნებას ამარცხებს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და ასევე მნიშვნელოვანია ქართულ ოცნებას დავახევინოთ უკან და მან მიიღოს შესაბამისი ცვლილებები, რათა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სამართლიანი არჩევნების გარეშე ხელისუფლების მიტაცებით ბიძინა ივანიშვილის მიერ უკვე აპრობირებული მეთოდებით არჩევნების ჩატარება ვერ იქნება ვერანაირად იმის ასე ვთქვათ საფუძველი, რომ დემოკრატიულმა ძალებმა შესაძლოა მოიგოს. არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვება, ლელო მზად არის არ შეარჩინოს არც ერთი ბრძოლის ველი და ჩვენ მივიღებთ ყველა არჩევნებში მონაწილეობას. ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სკეპტიციზმმა, ბოიკოტმა და საარჩევნო ნიჰილიზმმა დააზიანა ზოგადად არჩევნების იდეა, რასაც მძიმე გავლენა ექნება მომავალშიც. ეს არათანმიმდევრულობა, რაც ოპოზიციის ნაწილმა
გამოიჩინა, კარგია რომ იცვლება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. და ეს ხალხი, ვინც ახლა დღეს საუბრობს, რომ აი თურმე შესაძლებელია არჩევნების გზით შეიცვალოს მათ შორის ავტორიტარული რეჟიმი, აი ეს ადამიანები თქვენ კარგად გახსოვთ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორ კამპანიას ეწეოდნენ არჩევნების წინააღმდეგ. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა შეიცვალოს ხელისუფლება, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და არჩევნები როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო დააკნინა. მოკლედ ოპოზიციური ალიანსი უახლოეს მომავალში აანონსებს პრეზენტაციის გამართვას, სადაც ისინი გააცნობენ საზოგადოებას საკუთარ ხედვას თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იძულებული გახდეს დათანხმდეს მათ პირობებს.